Sanktsiების სამიზნე რეჟიმისგან გაქცევა თუ ძალაუფლების გადანაწილება ოცნების შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის. ცნობილი ხდება, რომ თანამდებობა დატოვა ბათუმის არჩეულმა მერმა. არჩილ ჩიქოვანი გადადგომას სოციალურ ქსელში ადასტურებს, მადლობას უხდის ბათუმელებს, ასევე განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქართულ ოცნებას და ყველა სხვა მანამდე გადამდგარი ჩინოვნიკის მსგავსად ამტკიცებს, რომ რჩება გუნდის ერთგულ წევრად. ჩიქოვანს წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მათ შორის აჭარის პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში. თამარ თედიაშვილი გაგვაცნობს ბათუმიდან განწყობებს ჩიქოვანის გადადგომის შესახებ. დიახსაფო, კიდევ ერთი წასვლა თანამდებობიდან ისევ Facebook პოსტით ყოველგვარი განცხადებისა და ბრიფინგის გარეშე ამჯერად თორნიკე რიჟვეძის შემდეგ უკვე თანამდებობა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დატოვა, თუმცა ეს არ იყო მოულოდნელი ადგილობრივებისთვის, ბათუმელებისთვის, იმიტომ რომ ყველა მიცოდა, რომ თორნიკე რიჟვეძის ახლო მეგობარი იყო არჩილ ჩიქოვანი, შესაბამისად რიჟვეძის წასვლის შემდგომ ისინი ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას. არჩილ ჩიქოვანი 2021 წელს აირჩიეს მერად და სულ რამდენიმე თვე რჩებოდა მას უფლებამოსილების ამოწურვამდე, თუმცა რიგი მიზეზების გამო, როგორც აღმოჩნდა, შეუძლებელი იყო უკვე იმ ბოლო 5 თვის გატარება თანამდებობას და მან საკუთარი გადაწყვეტილებით თუ ქართული ოცნების ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით დღეს Facebook პოსტი დაწერა, რითიც დაემშვიდობა ის ბათუმელებს, მადლობა გადაუხადა როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ადგილობრივებს და აღნიშნა, რომ რჩება გუნდის წევრად, თუმცა ჩვენ ქართული ოცნებიდან თანამდებობიდან წასული არაერთი პირი გვინახავს, რომელიც პირდება საკუთარ ამომრჩეველს, რომ რჩება ქართული ოცნების მხარდაჭერი, თუმცა უკან დაბრუნებულები და პოლიტიკაში აქტიურად ჩართულები შემდგომ აღარ გვინახავს. ვნახოთ, რამდენად იქნება არჩილ ჩიქოვანის პირი, ვინც დარჩება ქართულ ოცნებაში. მანამდე კი შეგვიძლია მისი Facebook პოსტი მოვისმინოთ. მიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად. არჩილ ჩიქოვანი არ არის პირველი მერი, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე ვერ მიაღწია. ბათუმში ეს ფაქტობრივად ბოლო წლებში ტრადიციად იქცა და 2021 წელს, როდესაც არჩილ ჩიქოვანს ირჩევდნენ ქართული ოცნების კანდიდატი იყო არჩილ ჩიქოვანი, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩილ ჩიქოვანმა პირველი ტური გიორგი კირთაძესთან წააგო და შემდგომ მეორე ტურში უკვე სრული რესურსის მობილიზება დასჭირდათ იმისთვის, რომ მეორე ტური მაინც მოეგოთ. გიორგი კირთაძეა სწორედ ახლა ჩვენთან ერთად. საინტერესოა ეს ამბავი იმის ფონზე, რომ ძალიან ბევრი ბრძოლა დასჭირდა თავის დროზე გიორგი ქართულ ოცნებას და არჩილ ჩიქოვანს იმისთვის, რომ თქვენთვის ის არჩევნები მოეგოთ. არ ვიცი, ცოტა მოგებოთ ცოტა სხვა სიტყვა. ბევრი რესურსი, ბევრი რაღაც ნაბიჯი მეორე ტურში ძალიან დაიხარჯნენ, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, რომ მეორე ტური მაინც მოეგოთ, პირველ ტურში წააგეს. წააგო არჩილ ჩიქოვანმა თქვენთან არჩევნები. ახლა რომ შევაფასოთ, ეს განვლილი 3 წელიწად ნახევარი არჩილ ჩიქოვანის და ასევე მისი წასვლა რა არის? გაქცევა სანქციებისგან თუ ქართული ოცნების ხელმძღვანელი პირებისგან გარიცხვა. Ჭირდა არჩევნებთან უნდა ვთქვათ, რომ არჩილ ჩიქოვანმა პრაქტიკულად ორივე ტური და ყველა არჩევნები წააგო ბათუმელებთან პირველ რიგში და მას ბათუმმა ბევრჯერ უთხრა უარი. თვითონ რა ვიცი, მისმა გუნდმა ძალიან კარგად იცის, როგორ აირჩიეს ის წყალებში მერად. რაც შეეხება იმას, რაც ხდება ეხლა აჭარაში და ჩიქოვანი ალბათ ცალკე არ უნდა განვიხილოთ რიჟვაძე ჩიქოვანთან მიმართებაში, ხო, ბიძინა ივანიშვილი მათ უკეთებს იმას, რასაც ისინი იმსახურებენ. ბრიფინგის გაკეთების საშუალებაც კი არ მისცა პრესკონფერენციის, რომ რაღაცა დამშვიდობებოდა ხალხს, თუნდაც ისე როგორც ეს წინა მერმა გააკეთა, ხო? ანუ ზუსტად ისევე, როგორც ისინი იმსახურებენ, ესე გაუშვა ბიძინა ივანიშვილმა ისინი თანამდებობიდან. მაგრამ ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩანს, როგორ უყურებს ბიძინა ივანიშვილი ბათუმსა და აჭარას. რა დააგდებს ის ამ ქალაქსა თუ რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანებს, ხო? არავის აზრი არ აინტერესებს. ისე მოიყვანა ვიღაცები დაუნიშნა და შემდეგ ისე მოუხსნა, რომ არც მოყვანის მიზეზს კიდევ ერთხელ მეორებდა, არც რაღაცა მათი მოხსნისა და გაგდების მიზეზს არავის უხსნის. დანარჩენი ყველაფერს ალბათ გამოაჩენს დრო. მე არ ვიცი, როდის უფრო ადრე ალბათ ვიდრე გვიან ბათუმი და აჭარა და რა ვიცი მთელი საქართველო გაიგებს მათი საგმირო საქმეების შესახებ უფრო მეც. ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით, აი ეხლაც კი ბათუმში არა სეზონზე გადაადგილება რო შეუძლებელია, ეს ავტომობილით იქნება თუ რა ვიცი, ავტობუსით.
ეს ყველაფერი ხო იმ დიდი კორუფციის შედეგია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ბათუმსა და აჭარაში. მადლობა გიორგი კირთაძეს უსმენდით და ჩვენ ახლა შეგვიძლია სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პოზიციები მოვისმინოთ არჩილ ჩიქოვანის გადადგომასთან თუ გადაყენებასთან დაკავშირებით. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ეს არ არის მათი არჩილ ჩიქოვანის პირადი გადაწყვეტილება, ეს არის ქართული ოცნების გადაწყვეტილება. შეგვიძლია ახლა ჩვენ ეთერში მოვისმინოთ მათი კომენტარები. ეს არის ქართული ოცნების სტილი მიდგომა ბათუმის მიმართ, ამხალახის მიმართ, ამხალახის არჩეული მერების მიმართ. ნუ ჩიქოვანი რამდენად არჩეულია, კიდე ცალკე თემაა და ყველა მისთვის რომ არ არის და წააგოს სინამდვილეში არჩევნები. უბრალოდ სხვა მერებს, რაიონების მერებს, მომავალ მერს, რომელსაც უკვე ჩერჩეული ყავდა, აქ აუცილებლად სუსიდა ქართული ოცნების ელიტა წყალებში იქნებიან ჩართული. მათთვის გაფრთხილება უნდა იყოს ეს თუ როგორ უდგებია ადამიანებს, რომელსაც იყენებენ ბოლომდე. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არჩეული ბათუმის სამივე მერი გადააყენეს, მათ შორის ერთიც დაიჭირეს. ეს ნიშანია იმისა, რომ რეალურად აქ არჩევნები არ ტარდება, ხალხი საკუთარი ქალაქის მმართველს კი არ ირჩევს, უბრალოდ პარტიის მიერ დანიშნულ ფუნქციონერს ადასტურებს ფორმალური პროცესით, რასაც არჩევნები ქვია, ბოლო პერიოდია. ეს არის თვითონ საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა მმართველი პარტიის მიერ, თორემ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩიქოვანი იყო კორუმპირებული და სისხლიანი ადამიანი და მისი არჩევნებიც იყო გაყალბებით და ძალიან დიდი რეპრესიებით ჩატარებული. როგორც ნახა ჩვენმა მაყურებელმა არჩილ ჩიქოვანმა დღეს თანამდებობა Facebook პოსტით დატოვა ყოველგვარი განცხადების და ბრიფინგის გარეშე და ჯერჯერობით უცნობია სად მიდის ჩიქოვანი, ისევე როგორც არ ვიცით სად წავიდა თორნიკერიჟვაძე, როგორც ისინი ამბობენ, რჩევიან ქართული ოცნების გულშემატკივრებად, თუმცა გამოჩნდებიან თუ არა ისინი ღიად, თუნდაც თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ჯერჯერობით უცნობია.